თითო სააკაშვილი უნდა გაგაცნოთ. თბილისის 94 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი, რომელმაც წლებია შავი ფერის სამოსზე უარი თქვა და განწყობის შესაქმნელად შემოქმედებითი მიდგომა აირჩია. 27 წლიანი გამოცდილება, საყვარელი ხელსაქმე და პროზა როგორც შემოქმედება, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ჩემი შვილები აქ არ არიან. გოგონა 8 წელია უკვე საფრანგეთში აქ გათხოვდა, წავიდა, ყავს 3 შვილი და ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს. წასვლისას ბაყაყი დამიტოვა. ამიტომ ეს ჩემი ნათია, მე გავაცოცხლე. ზოგიერთ ადამიანს გონია რომ გიჟი ვარ, მაგრამ ასე არ არის. თუ კი ვაჟა-ფშაველამ ქუჩია ალაპარაკა და უსულო საგნებს ჩაბერა, მე სული ჩავბერე ყველა თოჯინას, ასე რთულია მარტოობაში ცხოვრება. ეს ჩემი ბიჭია, ის ამერიკაშია, ეს გიორგია. მე ამათ ჩვეულებრივ ვესაუბრები, ტანსაცმელს ვუქსო, მე რა ვიცი, ეს ჩემი სიმშვიდისთვის არის, ხმამაღლა ხომ არ გამოვაცხადებ. ცალკე საუბრები მაქვს ხოლმე და ვიდეოების სახით წერ. ნაცვა. აი ბავშვებს ერთხელ რომ ჩამეხუტნენ, კიდევ მეორედ იხრებიან. ყველა მიცის რომ ერთ მას მათთვის კოცნი, მეორედ ჩემი შვილის მაგიერ და იციან ბავშვებმა და მეტად გამოხატავენ ჩემს მიმართ სითბოს, უნდათ რომ ბედნიერი ვიყო. ძალიან კეთილები არიან. რა აისახება ადამიანის საზეიმო პორტრეტზე? ჩაცმულობა და ფერი. ჩაცმულობა, ფერი. მე რომ დიდებში მემუშავა, ერთი ბოღმიანი და სევდიანი ქალი ვიქნებოდი. მაგრამ რადგანაც ვფიქრობ, რომ ბავშვებშია ღმერთი და ღმერთის თვალებით მიყურებენ, იქ ყოველთვის ბედნიერი უნდა ვიყო. ერთი ჩახუტება, ეთო მას და მე ბედნიერი ვარ. რას გამოვხატავთ, როცა კარგ ხასიათზე ვართ, რა ფერს ვაქცევთ უდიდეს ყურადღებას? კაშკაშ აფერებ. ეს უყვართ ჩემ ბავშვებს. ყოველ დღე 9 საათზე ვარ სკოლაში. სულ 3 ან 4 საათი მძინავს. დანარჩენი ან ვგსო, ან ვწერ. მე ახლა დავწერე, ჯერ არავის წავკითხავს, ბიჭი რომელიც არასოდეს დამავიწყდება, ამ ბიჭუნას გადავეცი, მე 11 კლასელია. აქ ძალიან გლამაზი ჩანახატია, მან მე სკოლის ანგელოზი დამარქვა. ყველა მასწავლებელს უნდა გვედოს წინ, რომ გვახსოვდეს, რომ ჩვენ მეხთან მზივართ და თუ ბავშვი შეეშალა, ჩვენ უნდა გავიღიმოთ, იმიტომ რომ ყველაფერი კარგად იქნება. იმედი უნდა მივცეთ ადამიანებმა ერთმანეთს და მასწავლებლის ძირითადი დატვირთვაც თვაც ეგ ამგონია. იცით, დღეები მაქვს ფერებად. ფერებად ამაგ დაყოფილია, აი მაგალითად ორშაბათი იქნება. ვარდისფერი, სამშაბათი მწვანე, ოთხშაბათი ყვითელი, ხუთშაბათი ლურჯია, სამნისფერი და ფერადი და დღეების მიხედვით ვიცი. ეს ჩემი ჩანთებია, პრეჟის წაფით. ფერადებს ვგსოვ, იმიტომ რომ ყველა კაბას თავის შესაფერი აქვს. ქუდი, ჩანთა და ქოლგა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ხშირად ბავშვები მეუბნებიან. ეთომას თქვენ ფუფალა ხართ, რომ გადაპრანჭული დავდივარ. ქსოვა ჰობია ჩემი. კერვა ქსოვა, კაბებს ჭრი, მერე ვაკერებ ერთმანეთზე, სულ ხელით მუშაობ, საკერავი მანქანით არა. ასე ვთქვათ, რაღაც ძონძებს ნახულობ, თუ ფერი მომეწონა ის კაბათ უნდა გადაიქცეს საუცილებლად. მეორე სიცოცხლეს ვანიჭებ. 140 კაბა მაქვს. არასოდეს არ მიფიქრია ჩემ თავზე, ამ ყველაფერსაც ვქმნი, მე პერიოდულად მიმაქ, გაჩუქების დღეები მაქვს, როგორ უნდა გავცე რაღაცები. როცა ვინმე მოწყენილია, ძალიან განვიცდი. სული ტყვია ხომ შენ დარდი არა გაკ, როგორ არ მაქვს, ერთ კვადრატში 100 კვადრატი დარდი მაქვს, მაგრამ არ მიყვარს ამებზე ლაპარაკი. არავინ დაიჯეროს, არვინ დაიჯეროს, ჩემი დაბერება. სკოლა ჩემთვის სცენა, სადაც სულ ბედნიერი და მხიარული უნდა ვიყო, რათა ბავშვებს სიხარული მივანიჭო. დღეებს ფერებად ყოფ, საყვარელი ფერი მწვანეა. ამბობენ, პოეტი ხარო.
მე უბრალოდ ჩემს ფიქრებს ვარ. მე ელისაკე ვარ. აი ხო უბედნიერესი სიუჟეტი იყო რა ისეთი მელანქოლია მომაწვა ისეთი მელანქოლია ხო წარმატება და ჯანმრთელობა ამ უსაყვარლეს პედაგოგს და ყველა სკოლას ასეთი გაზაფხულივით მასწავლებელი რომელიც აი ესე გაკვირტული დადის და ატარებს გაკვეთილებს და მეც სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი მოსწავლე მადლობა თეოს ამ სიუჟეტისთვის და